Სამთრის ზღაპარი ხვალ 7 საათზე ბათუმის დრამატული თეატრის ახალ სცენაზე პრემიერა გაიმართება. კომედიური ჟანრის პიესაზე ბრიტანელი რეჟისორი თარეკ ისკანდერი და დრამატული თეატრის 4 მსახიობი მუშაობს. სამთრის ზღაპარი თანამედროვე დრამატურგის იგნას კორნელსენის პიესა, რომლის ინსპირაციად შექსპირის ამავე სახელწოდების პიესა. რეპეტიციას დღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი დაესწრო. ნათია სირებძემ პრემიერაზე დასასწრები ბილეთები შეიძინა და თეატრის მხარდაჭერის მიზნით მსგავსი აქტივობისკენ სხვებსაც მოუწოდა. სამთრის ზღაპარი ბრიტანეთის საბჭოსა და აჭარის განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიდგა. მაყურებელმა საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს 0 საათი იხილა. დღეს მოვედი იმისათვის, რომ დავესწრო რეპეტიციას. ძალიან საინტერესო პროცესი მიმდინარეობს, რადგან ჩვენმა ბრიტანელმა რეჟისორმა უკვე ქართულიც ისწავლა, როგორც აღმოაჩინე. ასევე მოვედი იმისათვის, რომ ბილეთი შევიძინო ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, რადგან ვფიქრობ, ამით დავეხმარებით როგორც თეატრს, ასევე კულტურის ამ სფეროს განვითარებას. ყველას უხარია დასწრება სპექტაკლზე, მაგრამ იმაზეც უნდა ვიზრუნოთ, რომ როგორმე ეს სფერო გავხადოთ რენტაბელური.